მოზარდს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მოათავსებენ. დარახველიძე განმარტავს, რას ითვალისწინებს 10-14 წლის ასაკის არასრულწლოვანებისათვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო ცენტრი. მისი თქმით, ცენტრში არ იქნება ციხის მსგავსი ინფრასტრუქტურა და ბავშვს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს კონტროლის ქვეშ გადაიყვანენ. თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 58 წლის კაცი დაიღუპა. გარდაცვლილი თელავიდან სამუშაოდ იყო ჩამოსული და ბინაში მარტო ცხოვრობდა. დეტალები უცნობია. სულხან თამაზაშვილს ხელფასი 1190 ლარით გაეზარდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მყოფი თამაზაშვილი 13600 ლარს იღებს. წელს ანაზღაურება გაეზარდა თამაზაშვილის მოადგილე გაბაიძეს, ასევე ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ზელენსკის თქმით, ჯერ არ იცის იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება ომი. ხანდახან ვფიქრობ ამ საკითხზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ საერთაშორისო პარტნიორები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად მზადაა.